დღეს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა საინფორმაციო სახის აქცია გამართეს. მისი მიზანი მოსახლეობისთვის ამერიკული დღეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და ამერიკის დღეებზე მიიწვიეს. 3 ივნისს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ კარავში PH International-ისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის მომავლის თაობის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი მომავლის თაობა 2014 წლიდან ხორციელდება და მასში სკოლის მოსწავლეები არიან ჩართული. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ეწყობა იმისათვის, რომ მოსახლეობას ვაცნობოთ ამერიკის დღეების შესახებ, რომელიც 3 ივნისს გაიმართება რაბატში. ჩვენ წარმოვადგენთ PH International-ის და USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამას, სამოქალაქო განათლების პროგრამა მომავლის თაობას. დღეს ჩვენ დავარიგით ფლაიერები, სადაც მოიწვიეთ ხალხი 3 ივნისს 3 საათზე რაბატში მესამე კარავში, სადაც ტარდება ამერიკული დღეები. ჩვენ დღეს ავარიგეთ ფლაიერები და მოიწვიეთ ხალხი ამერიკის დღეებზე. პროექტი განხორციელდა USAID-ის ფარგლებში.